ეს მე ვარ ჯორთი, რომლის ჩავარდნილ პროექტებს თუ გავითვალისწინებთ, არც თუ ისე კარგად გამომდის პროექტების ბოლომდე მიყვანა. მაგრამ როგორც ყოველთვის მე გაჩერებას არ ვაპირებ. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება დევლოგის არ ვიცი რომელ ეპიზოდში. მოდი ესე დავვრქვათ მომდევნო ეპიზოდში, ახალ ეპიზოდში, სადაც დავამატებთ ახალი მონსტრების მოდელებს, იარაღებს, მათ შორის ცეცხლმფრქვეველს, ვიმუშავეთ post-processing-ზე, რომ თამაში ნარტყევს აღარ გავდეს. და ავაწყობთ დიალოგების სისტემას, თქვენი სექსუალური პერსონაჟებით, რომელსაც მალე შეხვდებით. არ გამოტოვოთ არც ერთი კადრი და წამი, რადგან ეს მძიმე დანაკარგი იქნება თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, ჩემი ვიდეოს ყოველი წამი მნიშვნელოვანია. წინა დევლოგში ავაწყეთ პროტოტიპი, სადაც მოთამაშეთ და იარაღეთ ვიყენებდით უბრალოდ კუბებს. ეხლა დროა ეს ყველაფერი რეალური მოდელებით ამოვცვალო. მეშიში დავაგენერირე მარტივი ჯარისკაცის სატესტო მოდელი, მივაბი ანიმაციები მიქსამაში და შევტენე Unity-ში. ასევე ხელში დავაჭერინე იარაღი და არა ის რაზეც გაიფიქრე, რაც გაკლია. გონი რაღაც რიგზე ვერ არის. იარაღს აქეთ-იქით იქნევს გონიელამია, ნუ აშკარად ბაგია. ტვინი დავძაბე, ვივარჯიშე და აღმოჩნდა, რომ იარაღი მიყვება მოთამაშის ანიმაციას. იარაღი უნდა იყოს უბრალოდ სტატიკურ მდგომარეობაში, რომ სწორად ისროლოს. შვენიერი, ეხლა ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. გონი დრო ამ შილაკიანი კუბების მაგივრად რეალური ტკუები გამოვიყენოთ და ასევე დავამატოთ გასროლის ეფექტი, ანუ იგივე muzzle flash-ი. ჩემს $300 ასატებში ვიპოვე ტყვიაც და ეფექტიც. muzzle flash particle ეფექტი იმდენად მომეწონა, რომ საერთოდ არ დამჭირდა მისი კონფიგურაცია. ამიტომ ეს ყველაფერი მოვარგე ჩემს კოდს და შედეგით კმაყოფილი ვარ. ამჟამად გვყავს ერთი სახის მონსტრი, რომელიც პარალელური სამყაროდან გადმოწუწებულ ხვლიკს გავს. ამიტომ ეხლა შევალ ისევ მეშიში და დავამატებ სხვა მოდელებსაც, რადგან დიზაინერმა საკმაოდ ბევრი მოდელი დაამზადა. როგორც ხედავთ, გვყავთ სხვადასხვა სახის ანომალიური მონსტრები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სისწრაფით და დემიჯით. ასევე ერთი მინიბოსი, რომელსაც ერთი სული მაქვს, როდის გავტესტავ. ნუ ცოტა მრავალფეროვანი გახდა თამაშის სცენა, მაგრამ სამივე მოთამაშე რომ ერთი და იგივე იარაღიდან ისვრის, მაინც ვერ ვხედავ მრავალფეროვნებას. ამიტომ გადავწყვიტე დავამატო ახალი იარაღი, რომელიც დღევანდელი დევლოგის მთავარი გმირი იქნება და ეს იარაღი იქნება Flamethrower-ი, იგივე ცეცხლმფრქვევი, ალბათ ესე ითქვება ქართულად. პირველი ამ იარაღზე და ამ იარაღის ხმაზე მახსენდება Tanki Online-ი. არაფერი შეედრება იმ პატარა თორნიკეს სიხარულს, რომელმაც თვეების წვალების შემდეგ მოახერხა Flamethrower-ის ყიდვა Tanki Online-ში. ვიპოვეთ ცეცხლმფრქველის მოდელი ჩემს ასეტებში და ჩემ დავსაბედნიერო რომ ამ მოდელს თავისი ცეცხლის ეფექტიც ახლდა. მართალია ცოტა კონფიგურაცია მომიწია და ეს მომენტი ყველაზე მეტად მეზიზღება, იმიტომ რომ გარტყმაში არ ვარ particle სისტემის, იმიტომ რომ მილიონი კონფიგი აქვს. მაგრამ საბოლოოდ მაინც დავამსგავსე რაღაცას. ეხლა არის ერთი პრობლემა, ჩემი ახლანდელი იარაღის სკრიპტი, რომელიც ტყვიებს ისვრის, ვერანაირად ვერ მოერგება ცეცხლის იარაღს. ამიტომ გადავწყვიტე ამისთვის ცალკე სკრიპტი დამეწერა. გიზმოს მარტივი ორლაფით შევქმენი უხილავი არეალი და თუ მონსტრი მოხდება ამ არეალში, აგიძრება interval damage ფუნქცია, რომელიც მოკლედ რომ თქვათ დაწვავს ამ მონსტრს. როგორც იცით, თამაშს აქვს უნიკალური სცენარი, რომელიც უკვე დასრულებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თამაში იქნება პერსონაჟები და დიალოგები. მე კი უნდა ავაწყო დიალოგ სისტემა, სადაც შევძლებ ამ დიალოგების ინტეგრაციას სცენარის მიხედვით, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო, რადგან ეს ხელს შეუწყობს ვიდეოების ხშირად კეთებას. მოკლედ, თავდაპირველად უნდა მომეფიქრებინა, როგორი იქნებოდა UX UI, ბევრი არ მიფიქრია, გავხსნი Figma და ავაწყე დიზაინი. გონი წავა. ხო, გაიცანი ჩვენი მთავარი პერსონაჟები ალექსი და მაია. ეს არის ის ორი პერსონაჟი, რომლის დიალოგი უნდა დაიწყოს, როცა თამაშის პირველ stage-ს მორჩები. თავდაპირველად გვინდოდა, რომ დიალოგის დაწყებისას პერსონაჟები ანიმირებული ყოფილიყო, რადგან ჩვენ ანიმატორი არ გვყავს, გამოვიყენეთ OpenArt AI ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია ფოტო გადაიყვანოს ვიდეოთ. შემდეგ დავამზადეთ green screen ვიდეო, რადგან background-ი მოგვეჭრა. Unity-ში ავაწყე shaderi, რომელიც მწვანე ფონს აშორებდა და მივიღეთ ესეთი ეფექტი. თითქოს ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ ზოგიერთ მომენტში თუ კარგად დააკვირდებოდი, მაინც ეთყობოდა მწვანე ფონის კვალი. ამიტომ მსგავსი პრობლემის ასარიდებლად გადავწყვიტე უბრალოდ სტატიკური ფოტოები იყოს random პოზებით. შემდეგ გავხსენი სცენარის დოკუმენტი, ამოვიღე პირველი დიალოგი და ასე გამოიყურება ჩვენი დიალოგების სისტემა.
ვიცი გაინტერესებს თუ რა ალგორითმი და მიდგომა გამოვიყენე დიალოგების ასაწყობად. აწყობის მომენტში აღმოვაჩინე უამრავი მიდგომა და ჩამოვყალიბდი ერთ მარტივ კონცეპტზე. გავაკეთე ერთი საერთო სკრიპტი dialog system ფაილი, სადაც გვაქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემი. ესენია dialog data, რომელიც შედგება scriptable object-ისგან, რომელშიც გაწერილია ყველა ის ფრაზა, რა ფრაზაც უნდა თქვას კონკრეტულმა პერსონაჟმა. შემდეგი არის dialog images, რომლებიც ასევე არის scriptable objects, ოღონდ ჩაყრილია მხოლოდ პერსონაჟების ფოტოები. ხოლო ეს სკრიპტი stage-ის მიხედვით ამოიღებს იმ კონკრეტულ დიალოგებს, რომლებიც უნდა დაიწყოს კონკრეტულ stage-ზე. ხოლო შემოსვლის ანიმაციებისთვის გამოვიყენე UI სკრიპტები, რომლებიც ყველა UI ელემენტს შეგვიძლია მოვარგოთ. ხშირად ხვდები კომენტარებს, sadაც წერია რომ დაინტერესებული არიან game development-ით და პროგრამირების შესწავლით, ამიტომ აქვე გეტყვით რომ არხზე მიდევს პროგრამირების არაერთი კურსი, მაგრამ ასევე C# და Unity-ის კურსი, რითაც შეძლებთ აი ესეთივე თამაშების გაკეთებას, როგორც ეხლა მე ვაკეთებ. და ხო, ასევე შემოგვიერთდით Discord server-ზე, სადაც დაგეხმარებით ყველაფერში. რაც შეეხება post processing-ს, ვინც არ იცით post processing-ი ეს არის თამაშის ის ეფექტები, რაც შეიძლება შედგებოდეს motion blur-ისგან, film grain-ისგან, color adjustment-იდან ნუ კიდე მილიონი დეტალია, რაც უფრო ლამაზ ხდის, თამაშს და აძლევს, ასე ვთქვათ, უფრო უკეთესი იერსახეს, ვიდრე უბრალოდ default სცენა არის. პრინციპში ჯერ ადრე, იმიტომ რომ თამაში ნახევარ სტადიაზეც არ არის გაყვანილი, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე რაღაც დოზის post processing-ი გამეკეთებია, რომ მენახა როგორ გამოიყურებოდა. როგორც თქვი, აქ უამრავი ეფექტია, რომლის ნახევარზე მეტი გარტყმაში არ ვარ, ამიტომ უბრალოდ GPT-ს ვკითხე, რომ მოიცა ისეთ post processing-ის setting-ები, რომელიც ადეკვატური იქნებოდა post-აპოკალიფსური სამყაროსთვის და ეხლა გაჩვენებთ როგორ იყო აქამდე და როგორ გამოიყურება ეხლა.